ნუ მიენდობი ეშმაკის რახვას, თუ გიგდევნია ნავი ფიქრები, თუ დაეცემი მერე რა მოხდა, სულ დაცემული ხომ არ იქნები, წამოიმართებ და ძველებურად, უფლის მოწყალენებით იდგები, როგორც მეძავნის ტიროდნენ ცოდვებს, წამდეს რომ ერთ დღეს შენ შეეძლები, მიხვალ ტაძრამდე და შენი სულის, ანგელოზებიც მოვლენ შენამდე. უნდა ძალიან გეტკინოს ალბათ, ასე მიხვიდე ნამდვილ რწმენამდე. არ თქვა რომ ღირსი არ ახარ მადლის, რადგან ღირსები ჩვენ ვერ ვიქნებით, მხოლოდ მოწყალე უფლის გჯეროდეს რომ სინანულით მასთან ვიდგებით. როგორც უყვარხარ უფალს იცოდე, ვერ დაიტევდი ამდენ სიყვარულს, მიატოვებდი ამ წუთის ოფალს, მიეცემოდი სევდით სინანულს. შორს დაუდექი ყველას, ვისთანაც ცოდვების ხიბლი მრავლად გროვდება, გახსოვდეს ვინც კი სხეულზე ზრუნავს, სულის დამვიწყნი იქ ვერ მოწყონდება. შემოგხედავენ ალბათ ზერელით, თუ გიხილავენ ტაძრისკენ მავალს, მარხვისას ცერად გიწყებენ მზერას, შხამად გიქცევენ შენ სულის წამალს. ვინც დღევანდელზე არ ზრუნავს რწმენით, ის იშველიებს ხვალინდელ საათს, ის ვერ მოასწრებს ვერც ზიარებას, სიამტკბილობას გაიხდის წამლად. მარადღე ვკვდებით უნდა გახსოვდეს, რადგან ყოველ დღე ვებრძოლოთ ცოდვას, ჩვენ ხომ სირცხვილი ოდითგან მოგდგავს. უფლის საყდრის წინ აღმოჩნდე თუ უნდა, როგორც მართალნი და ნეტარენი, რადგან ნეტარ არს კაცი უბიწო სულით, გონების თვალით. თუ კი ნაბიჯის ისწორეს ვერ ცნობ და არეული ავიჯებ ბილიქს, თქვი იყოს უფლის ძლიერი ნება, სულ ყველაფერი ხომ მისით ხდება. ურწყულებს სულს და კვლავ გადაარჩენს, მადლით აღვავსებს და გადაგვარჩენს. დიდება უფალს უნდა ვიძახდეთ, როცა ძალიან გვჭირდება შველა. დიდება უფალს უნდა ვიძახდეთ დღისით და ღამით, მას შვენის სქება, მას შვენის ჩვენი სიმართლე მუდამ, მას ჩვენგან მხოლოდ სიკეთე უნდა. მოშურნეობა იმ წმინდანების, რომლებიც პატივს იღებენ უფლით, ნაბიჯით ახლოს მიგვიყვანს და შეძლებ მართლა დაწევას უღლის. იფიქრე ხვედრზე, ავბეძზე, როცა ცოდვილებს ერგოთ ცოდვების გამო, დაგიცავს ფიქრი მზაკვრობისაგან, უნდა ცდილობდე რაღაცა დათმო, თავდაპირველად დაიწყე იმით, რაც სულს შხამივით ედება ხშირად, ის მოიცილე, რითაც გონია, უფლის კარამდე ვერასდროს მიხვალ. შემდეგ ნელ-ნელა ებრძოლე ეშმაკს და თვალი კარგო სულ გქონდეს ფხიზლად. ერთხელ თუ ფიქრობ, დამარცხდა იგი, მეორეჯერაც იმავე სიზავს.